მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ვედეცია საფულის შემდეგი აპდეიტი და თან განახებთ იმ tools, რომელიც ჩავაშენეთ ჩვენ ვაჭარის საიტზე და რომელიც იქნება ყველასთვის უფასო. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ბაზრებზე, ძალიან ბევრი რამეს დავაფიქსირე, მოგივები ძალიან ბევრი რამეზე. ძალიან ბევრი რამე ისე ვიყიდე, ორდერები შეივსო, ასე შემდეგ, რითიც მინდა დავიწყო არის ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბაზრებზე არის ძალიან დიდი კორექციები, შეხედეთ ჩვენ ამ თვეს რამდენი წაგება დავაფიქსირეთ თვიდან თვემდე 0.5%-იანი ვარდნა სულ რაღაც, როცა ბაზრები გაუფასურდნენ ძალიან დიდი პროცენტებით და ჩვენს ინვესტიციაზე ჩვენ გვაქვს მაინც 28%-იანი მოგება, წინა თვეს გვქონდა 42%-იანი და ასე შემდეგ. ანუ ყველაზე დიდი მოგება ჩვენ ინვესტიციაზე გვქონდა ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერში. შემდეგ გვქონდა მეორე ადგილზე ეს იყო იანვარში, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ვერცხლმა გამოიწვია და ისე თუ ასე კრიპტოზეც კარგ მოგებაში ვიყავით. და ეხლა უკვე აქ ვხედავთ, რომ total on invest, ანუ ჩვენი ინვესტიციაზე გაკეთებული თანხა არის 22%, მაგრამ თვიდან თვემდე მხოლოდ 5%-იანი გაუფასურება გვაქვს, რაც რა თქმა უნდა არის იდეალური და რაც უნდა გვიამაყებოდეს. მოდი მეგობრებო, ჯერ გადავიდეთ. უცბად ანაბარი განვიხილოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. პირველ რიგში გეტყვით ის, რომ იმას რომ ვერცხლზე დავაფიქსირე მოგებები, ვერცხლზე დავაფიქსირე ორჯერ მოგება, იმიტომ რომ ყოველთვის არ აქვს მნიშვნელობა რა ასეთი არის. ყოველთვის როცა რაღაცა იზრდება ძლიერად, ის ასევე ძლიერად ვარდება. ეს არის უძრავ ქონებაზე, ეს არის ოქროზე, ეს არის ბიტკოინზე, ეს არის ვერცხლზე, ეს არის პლატინაზე, ეს არის აქციებზე, ეს ხდება ყველაფერზე და ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური ბაზრის მოძრაობა. ნუ მოკლედ დავამატე $750 ევრო უკაცრავად. ვედეცია, ესე ვთქვათ, ანაბარს. გადავიდეთ ახლა უკან. ხედავთ აქ უბრალოდ რომ დავამატეთ ჩვენ ანაბარს. აქ როგორ უნდა გადავიდეთ უკან. ესე და ჩვენი ანაბარი ახლა არის 5148 ლარი და ვხედავთ რომ ჩვენი ყოველთვიური დეპოზიტი გაიზრდება 33 ლარად და უფრო მეტადაც, იმიტომ რომ ეს დამატება მოხდა სადღაც იანვრის შუა რიცხვებში, ამიტომ ჩემი აზრით მომავალთვის უკვე გაიზრდება, მაგრამ რაც თავარი არის ახლა რომ შევხედოთ ისევ ამონაწერებს, ვხედავთ რომ როგორ დავიწყეთ, ანუ 16 ლარიანი გადახდებით დავიწყოთ, უფრო ნაკლებით, უფრო ისტორიაში თუ გადავალთ. და ვხედავთ თუ როგორ იზრდება ნენელა ჩვენი დეპოზიტები, ჩვენი გამომუშავებული თანხა, ესე ვთქვათ, და მომავალთვიდან უფრო და უფრო მეტი იქნება. ეხლა რა ხდება მეგობრებო, რა შევცვალე, ეს არის ყველაზე მთავარი, ეხლა მინდა რომ ყურადღება გამახვილოთ, იმიტომ რომ როცა საუბარი არის დეციაზე, ანუ მე მიმაჩნია რომ დეცია ადამიანი, ვისაც აქვს დიდი შემოსავალი, ვისაც აქვს ბიზნესი, ვისაც აქვს ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, სამსახური, საიდან შემოსდის ძალიან დიდი თანხა, მაგალითად 10-15 თვეში, კი მან შეიძლება უბრალოდ გააკეთოს დეცია, იმიტომ რომ მას სურს, ესე ვთქვათ, რაღაც თანხა გადადოს გვერდზე და всё, მორჩა, მაგედან არც ცდილობს რომ ესე ვთქვათ, ბევრი ფული გააკეთოს, უბრალოდ 8-დან 10%-ამდე ზრდა მისთვის არის თავი, მაგრამ შენ თუ გინდა რომ ფული გააკეთო ინვესტიციებით, რა თქმა უნდა, უფრო აქტიურად უნდა იყო ჩართული, ვიდრე უბრალოდ ჩვეულებრივად დეცია. ამიტომ ყოველთვის როცა ბაზრები მოძრაობენ, ყოველთვის უნდა იყო ფლექსიბელური და რაც შეიძლება მაქსიმალურად მოახდინო ხოლმე ბაზართან, ესე ვთქვათ, როგორც ბაზარი იქცევა, ესე ვთქვათ, შენი სტრატეგიაც მოარგო ამ ბაზარს. ეხლა ნახეთ რა ხდება, რა იყო თავიდან ჩემი გეგმა, რა თქმა უნდა, როცა ვერცხლმა გააკეთა, ამ ხელა ზრდები, ყველამ ვიცით რომ ვერცხლში ვაკეთებთ ყოველთვიურად 150 ევროიანი ინვესტიციას. გადავწყვიტე რომ ვერცხლში აღარ გამეკეთებინა 150 ევროიანი ინვესტიცია, გამეკეთებინა მხოლოდ და მხოლოდ 50 ევროიანი ინვესტიცია, იმიტომ რომ არ ვიცოდით რა თქმა უნდა. უბრალოდ ეხლა ვერცხლზე რო გადავიდეთ, უცბად რა თქმა უნდა, არ ვიცოდით ვერცხლი კიდე გააგრძელებდა თუ არა ზრდას, მაგრამ ვიცოდით რომ იყო ძალიან მაღალზე, მე აქ დავაფიქსირე მოგება და ესე ვთქვათ,
აღარ იყო საინტერესო ვერცხლის ყიდვა 150 ევროთი, იმიტომ რომ ძალიან მაღლა იყო უკვე და იმის რისკი რომ კორექცია მოხდებოდა, იქნებოდა რა თქმა უნდა დიდიც. ამიტომ გადაწყვეტილი მქონდა რომ ხოლმე 50 ევროიანი ინვესტიცია გამეკეთებინა, იმიტომ რომ სულ არაფრის ინვესტიციის გაკეთებაც არ არის სწორი, იმიტომ რომ შენ არის ბაზარი წავა მაღლა თუ წამოგვემოთ. ამიტომ აუცილებელი იყო რომ 50 ევროთ მაინც მეყიდა იმ შემთხვევაში თუ ბაზარი გააგრძელებდა მაღლა ზრდას, აქედანაც რაღაც პროფიტს ავიღებდი. მაგრამ ხედავთ რომ ვერცხლმა გააკეთა უდიდესი კორექცია, ძალიან დიდი კორექცია გააკეთა, ამიტომ ეს გეგმა აღარ განვახორციელა, იმიტომ რომ აქ და აქ უკვე სხვათა შორის TikTok-ზე მქონდა ეს სკრინი დადებული, როცა ფასი იყო all time high-ზე და ყველა მეკითხებოდა რომ ვიყიდო, აი ზუსტად მაშინ ვამბობდი რომ ოკეი, ეხლა არის გაყიდვის დრო, როცა ყველა მომს რომ აი ვიყიდო, ხო არ დავუგვიანე, სად ვიყიდო, მაშინ იცი რომ უნდა გაყიდო და დაფიქსირო მოგება, მე აქაც დავფიქსირო მოგება, და ესე ვთქვათ, ეს სკრინი მე და ზუსტად TikTok-ზეც და Instagram-ზეც, რომ ეს არ იყო ჩემთვის საინტერესო, იმიტომ რომ ძალიან აგრესიული იყო ამის რიტესტი და მაინტერესებდა აქ შესყიდვა და აქ შესყიდვა, რომელიც ორივე იდეალურად გაიტეს და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. აქ დავაფიქსირე სულ 2000, 1500 ერთხელ და 750 ერთხელ 2250 ევრო მოგება დავაფიქსირე, როცა ჩვენი ინვესტიცია არის სულ რაღაც 2900 ევრო, ანუ ჩვენი რისკი მთლიანად ამოღებული მქონდა თითქმის და ანუ რა უნდა მოხდეს რომ აქ ჩვენ უკვე მოგება დავაფიქსიროთ, ხო, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი არ გამიყიდა, შემდეგ გადავალ აქ ვერცხლზე, უბრალოდ მინდოდა აქ მენახებინა რომ იმ დაფიქსირებული მოგებისგან 2250 ევროდან 750 რა თქმა უნდა გადმოვიტანი აქ, დანარჩენი ესე ვთქვათ დავტოვე ვერცხლზე და ისევ შემივსო ორდერები ქვემოთ, უკაცრავად, აქ ვიყიდე რა თქმა უნდა რაღაც ნაწილი, მაგრამ ამ ყველაფერსაც განახებთ ტრანზაქციებს ჩვეულებრივად განახებთ. მოკლედ ეს გავიარეთ უკვე. ძალიან კარგი არის რომ ჩვენი ქეში ესე ვთქვათ იზრდება ნელ-ნელა და კონსისტენტურად, ეს ძალიან მომწონს და ეს თვიური გადასახადი მომწონს, აი ძალიან კარგად. ეს არის თვეში ორჯერ შეგიძლია სადმე fast food-ი გემრიელად მირთვა. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ამის რეინვესტიციასაც ვაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მაქსიმალისტები, რომ ანუ მაქსიმალური გავაკეთოთ ჩვენი ინვესტიციიდან. ნუ რაც შეეხება კრიპტოს მეგობრებო, პირველად რაც ვედეცია დავიწყეთ, პირველად ვართ მინუსში. Bitcoin და Ethereum-ში ძალიან საშინელება კორექციებს აკეთებენ Bitcoin-ს და Ethereum-ს, რაც რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო არის, მაგრამ რა გავაკეთე ახლა. ახლა მეგობრებო, ქეში აღარდებ იმ 100 ევროიანი ინვესტიციას თვიურად. იმიტომ რომ უკვე კარგი ინვესტიცია დავამატეთ ქეში, ჩვენი ქეში პოზიცია უკვე ძალიან კარგად გაიზარდა, თან Bitcoin და Ethereum ახლა არის ყველაზე, ესე ვთქვათ, ერთ-ერთ ყველაზე დეფენსიურ ლეველებზე, რომელშიც შეიძლება გატესტილიყო, რა თქმა უნდა შეიძლება კიდე ჩამოვიდეს, მაგრამ ამაზე ცალკე ვიდეო იქნება. მაგრამ აქაც შევცვალე რა თქმა უნდა ჩემი სტრატეგია და 100 ევროს მაგივრად უკვე 150 ევროს ვამატებ, ანუ ჩემი ჯიბიდან ექსტრათ არაფერს არ ვამატებ, უბრალოდ იმ ქეშიდან რასაც ყოველთვიურად ესე ვთქვათ გვერდზე ვდებდით, იმ ქეშის შენახვა აღარ არის საინტერესო და გადაწყვიტე ესე ვთქვათ 150 ევროს აქ დამატება, ანუ 150 ევროს დამატება კი არა, 50 ევროს დამატება, რომელიც გამოდის ჯამში 100 euро და ესე ვთქვათ თვიურად ისევ სუმთლიანობაში 450 ევრიანი ინვესტიცია გამოდის ფედერაცია საფულეში. ნუ ხედავთ აქ რომ უკვე წაგებაში მივდივართ ჩვენი კრიპტო საფულე, მაგრამ ხედავთ რომ ეს წაგება არის მინიმალური პროცენტულობით თუ გამოვიანგარიშ, ნუ პროცენტულობით აქ არ გვეუბნება. მაგრამ აქ გვეუბნება რაც თავარი. ჩვენი toolsirით ერისთვის გვაქვს. ხედავთ აქ რომ თვიდან თემდე მოიცადეთ. ნუ ეს თვიდან თემდე არის 5%-ია. მოიცადეთ ერთი წუთი, აქ უნდა გქონდეს ჩვენი კრიპტო. კრიპტოში გვაქვს 17%-იანი გაუფასურება სუმთლიანობაში. 950 გამოდის, არ ვიცი რატო, მაგრამ სუმთლიანობაში გვაქვს ესე ვთქვათ 17%-იანი გაუფასურება. მოკლედ გადავიდეთ ახლა ისევ. აქ ესეც ჩვენი, ანუ აქაც ვხედავთ რომ სად არის ვიყიდეთ ჩვენი Bitcoin-ს და Ethereum-ს, ანუ ჩვენი ვალდებულება შევასრულეთ აქ. ახლა გადავიდეთ ვერცხლზე მეგობრებო, ჯერ განვიხილოთ ჩვენი buy და sell order-ები, ნახეთ. პირველი გაყიდვა მეგობრებო, ნახეთ. პირველი გაყიდვა მოხდა 14-ში და შემდეგ მოხდა 26-ში. ნახოთ რა ხდება 14-ში და 26-ში, ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ორივეჯერ all time high-ებზე გავყიდე. ანუ აქაც all time high იყო რომ გავყიდე. აქაც ესე ვთქვათ all time high იყო რომ გავყიდე და იყო იდეალური
გაყიდვის მომენტები. ამაზე კარგ ფასად ვერ გაყიდით ვერც აქ და ვერც აქ, რა თქმა უნდა, აქედან აქ ისევ გაიზარდა, მაგრამ ეგ რა თქმა უნდა შენ წინასწარ არ იცოდი, ანუ აქ ორჯერ გავყიდე და ნახეთ მეგობრებო, ანუ ამხელა კორექციაზე 22%-იან კორექციაზე და თითქმის 40%-იან კორექციაზე ისევ ვიყიდე, ისევ შევედი ბაზარზე და ამით ჩემი ვერცხლის პოზიცია უფრო გავზარდე, უფრო გავადიდე, უფრო კილოებში და გრამებში უფრო მეტი ვერცხლი მქვიდრე აქამდე მქონდა. ასევე დავამატეთ ის 150 ევროიანი ინვესტიცია მეგობრებო, რომელსაც ყოველთვე ვაკეთებთ ხოლმე და კიდევ გვაქვს დარჩენილი ესე ვთქვათ, აქ ხედავთ რომ 150 ევროიანი ქეში გვაქვს დარჩენილი, იმ შემთხვევაში თუ კიდე ცოტა ქვემოთ პატარა დროპი გააკეთა, ამითაც რა თქმა უნდა შევისყიდავთ ვერცხლს და გვექნება ძალიან კარგი პოზიცია. ეხლა გვაქვს პლუს მინუს 2 კილო და 380 გრამი ვერცხლი, რომლის ღირებულებაც არის 5620 евро, წეგან უფრო მეტი იყო, ანუ დავარეფრეშოთ ალბათ. უფრო ნაკლები გამოდის 5600. ყველაზე მაღალ ნიშნულზე იმის მიუხედავად რომ ჩვენ გავყიდეთ და 750 გადავიტანეთ, ანუ ყველაზე მაღალი ნიშნული ვერცხლში გქონდა 7250 евро და რო დაგვემატებინა კიდე 750 რომელიც ანაბარზე გადავიტანეთ, გვექნებოდა 8000 евро მხოლოდ და მხოლოდ ვერცხლს და გქონდა თითქმის 198%-იანი ზრდა ჩვენს ინვესტიციაზე და კიდევ კაი დავაფიქსერეთ მოგება, თორემ ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა და ესე ვთქვათ, მაქსიმალურ პროფიტს ვერ მივიღებდით ჩვენ ამ ბაზრიდან. მოკლედ ვერცხლიც გავიარეთ მეგობრებო და მოდი ახლა გადავიდეთ უბრალოდ აქ, ვნახოთ თუ როგორ გამოიყრება, მაგრამ რა თქმა უნდა, ამაზე ვიდეოს კიდე ცალკე გავაკეთებ. ძალიან მომწონს ესე ვთქვათ, აქ შეგიძლია ყოველთვიურად ან უბრალოდ ერთხელ გააკეთო, შენი შემოსავალი და გასავალი ყოველთვიურად ტრეკინგი გავუკეთო, სად მიდის ფული და რამდენი მიდის, აქაც პროცენტულობით, ანუ ძალიან მაგარი რაღაცა გავაკეთეთ. ეს იქნებოდა ისეთი რაღაცა, რაც მე თავიდანაც დამჭირდებოდა, როცა დავიწყე ინვესტიციები და ტრეიდინგი, ანუ ეს იქნებოდა ჩემთვის ერთ-ერთი იდეალური რამ. ყველა data აქ არის, როდესაც დავიწყეთ, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი აქედან დავიწყეთ უკვე პირველ ანუ აქ მინუსში ვიყავით, იმიტომ რომ ვინც არის ის copy trading-ში და ესე ვთქვათ AI trading-ში ჩავდეთ თანხა და მე ვხედავთ თუ როგორ მინდის ჩვენი ინვესტიციები ყოველთვიურად გქონდა ზრდები. ანუ ეს პირველი არის თვიური ზრდა თვიდან თვემდე, ანუ სექტემბრიდან ოქტომბრამდე გავაკეთეთ პლუს 13% და ტოტალური return on invest იყო 45%. შემდეგ გქონდა ერთი თვე ჩავარდნა და ახლა არის ეს მეორე თვე ჩავარდნა კიდევ. მაგრამ ამ წელს გვაქვს ეს პირველი თვე ჩავარდნა, ну რაც რა თქმა უნდა არის ძალიან კარგი და ჩვენი total return on invest არის 28%. აქ უბრალოდ ვხედავთ რომ 10300 არის, იმიტომ რომ 750 ევროიანი ინვესტიცია დავამატე აქ, ანუ აქაც შეგვიძლია რომ ვნახოთ სად რა გაუფასურდა და როგორ რა სად მიდის. ძალიან მაგარი არის ეს ყველაფერი. უბრალოდ cash-ში რომ დავამატე 750, მან მიიღო 750 როგორც ჩემი ჯიბიდან დანამატები თანხა, მაგრამ ეს თანხა არის დამატებული ვერცხლისგან დაფიქსირებული მოგებით. ამიტომ ამას შევცვლით და უბრალოდ ეს თანხა იქნება უკვე და 9500-ად შეიცვლება. ნუ ჩვენს ინვესტიციაზე მაინც 28%-იან მოგებაში ვართ, რაც რა თქმა უნდა არის იდეალური, ანუ ვინ აკეთებს მეგობრებო ამხელა პროცენტს, როცა ბაზრები საშინლად იქცევიან, ანუ ძალიან დიდი კორექციები არის და ვის აქვს ესეთი მინიმალური ვარდნა თავის პორტფოლიოში, როცა ჩვენ გვაქვს მაქსიმუმ 5%-იანი ვარდნა. ძალიან მაგარი არის, იმიტომ რომ ჩვენი პორტფოლიო არის იდეალურად დაყოფილი მეგობრებო, აქ ხედავთ რომ ჩვენი მიზანი არის $100,000, აი აქ ხედავთ და 12%-ზე ვართ ახლა შევსებული. რო არ მომხდარიყო ვერცხლში ამხელა კორექცია, თითქმის 15%-ამდე ვიყავით, ძალიან მაგარი იყო, მაგრამ it's part of the game. თლად უკეთესია, იმიტომ რომ ძალიან იაფა, ანუ ძალიან მაღლა დავაფიქსერეთ მოგება და ქვემოთ ვიყიდეთ უფრო ძალიან იაფად, რაც რა თქმა უნდა არის იდეალური. და აქაც ხედავთ მეგობრებო, რომ cash პოზიცია გავზარდეთ, ძალიან პატარა cash პოზიცია გქონდა, მაგრამ გავზარდეთ თითქმის 15%-ამდე. ну ჩემი მიზანი არის რომ 20%-ზე მეტი cash-ი არ მქონდეს. მაგრამ ну 20%, იმიტომ რომ მაინც რაღაც სარგებელს ვიღებთ, ამიტომ ძალიან მიხარია რომ ესე ვთქვათ ანაბარიდანაც რაღაც სარგებელს ვიღებთ. მეტალებში გვაქვს 57%, ну პროცენტულობით მეტალები უფრო მეტი იყო, იმიტომ რომ ხაზრდა გვანახა და კრიპტოში გვაქვს ესე ვთქვათ 39%-იანი წილი. აი
ეს არის თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ყველას პორტფოლიო, არა თუ 40% ბიტკოინში, 30 ეთერიუმში, 20% ალტკოინებში და ასე შემდეგ. არა, მაგ შემთხვევაში შენ 100%-ით შენი კაპიტალის 100%-ით კრიპტოში იჯდები, მაგრამ ახლა გვაქვს მაქსიმალურად გადანაწილებული იმ თანხასთან. შედარებით რაც ჩვენ გვაქვს, როცა გაიზრდება ჩვენი კაპიტალი უკვე 30,000-დან 50,000-მდე, ნუ მაგ შემთხვევაში უკვე სხვა ასეტებსაც დავუწყებთ ძიებას და სხვა ასეტებშიც გავაკეთებთ ინვესტიციას იმისთვის, რომ ჩვენი საფულე იყოს მაქსიმალურად დივერსიფიცირებული და მაქსიმალურად ესე ვთქვათ, მაქსიმალური მოგება დავაფიქსიროთ, როცა მაღლა წამობაზრები და მინიმალური წაგება, როცა ქვემოთ წამობაზრები, აი როგორც მაგალითად აქ. და აქაც ხედავთ მეგობრებო, თუ თვიდან თვემდე როგორ იზრდება. ხედავთ ესე ვთქვათ return on invest ყველაფერს ხედავთ, ანუ ძალიან მიხარია ეს ყველაფერი მეგობრებო, ანუ ეს ამ ესე ვთქვათ თულის გაკეთებას დიდი ხანი ველოდი, დიდი ხანი იმაშრებოდით, რა ქვია, ვაშენებდით და გამიხარდა როგორც იქნა მორჩა, ანუ რაღაცები კიდე ჩასაწორებელი გვაქვს, მაგრამ ყველაფერი მალე იქნება, ამაზეც გავაკეთებთ ვიდეოს და უკვე ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და ყველაზე მაგრამ მომწონს აი ეს, იმიტომ რომ ანუ აქ შეგიძლია შენი შემოსავლები ყოველთვიურად განიხილო. ეს არის სალარი, ანუ შეგიძლია ლარებში განიხილო, შეგიძლია ესე ვთქვათ დოლარებში და ევროებში, ნუ არის რა თქმა უნდა ძალიან მაგარი, შემდეგ შეგიძლია შენი მოდი უბრალოდ ძალიან მიხარია და მე ამაყება ამის გაკეთება, ამიტომ მოდი რაღაცები დავუმატოთ, უცბად რომ ნახოთ რეებია, ვთქვათ რომ აქ უბრალოდ 500 ლარიანი დამატებით შემოსავალი გაქვს. და დახარჯე შოპინგში, ამაში, იმაში, პლუს კატეგორია ვნახოთ აქ. food დავამატოთ, ფერი მივცეთ. დავამატოთ food-ი. Oops. This category already exists. Okay, I'm sorry. Okay, food დავამატოთ. ვთქვათ რომ 300-200 ლარი დახარჯე დავამატოთ. კიდე ანუ აქ არის ავტომატურად ესე ვთქვათ კატეგორიები და აქ შეგიძლია რა თქმა უნდა შენც დაამატო. ნუ ვთქვათ რომ ცხოვრებით ესე ვთქვათ ხალისობთ და ყოველთვიურად 500 ლარიან ესე ვთქვათ ტუსოუკებზე დავდივართ. და აი აქ ნახეთ, აი ეს არის იდეალური რამ net savings, ანუ რამდენს ინახავ და ტოტალური ხარჯები. ეს ხარჯები არის healthcare რამდენი პროცენტი სადმიდის, ანუ არის იდეალური. აქ შეგიძლია რა თქმა უნდა შენ დაამატო ინვესტმენტი, housing არა, transportation investment. ავიღოთ ეს ფერი. Okay, დავამატოთ. სადაც საწავიდა. Transport utility. Okay. Your categories. Okay. ამის შესწორებაც დაგჭირდება სავარაუდოდ, ან მე ვაკეთებ რაღაცას. არასწორად. მოკლედ, ნუ ესეც მალე იქნება მეგობრებო, ანუ 100% არ არის დამთავრებული, მაგრამ თითქმის უკვე მზად გვაქვს ყველაფერი, აქაც შეგიძლია ჩაწერო, რატო დაგიხარჯა ბევრი ან რატო არ დაგიხარჯა, რა გინდა გამოასწორო, რა არის შენი მიზანი და ასე შემდეგ. და ესე ვთქვათ, ეს შეგიძლია ნახო რამდენი პროცენტი სად მიდის, თუ ფიქრობ, რომ შენი შემოსავლის ძალიან დიდი ნაწილი მიდის მაგალითად პარტიებში ან შოპინგში ან სესხებში, ანუ შეეცდები რომ მაგალითად ვთქვათ რომ ეს არის სესხი, შეეცდები რომ ეს სესხი ჩამოიყვანო სადღაც 30%-ზე, მე 20%-ზე და ასე შემდეგ. ნუ ძალიან მაგარი, ეს რა თქმა უნდა ყოველთვიურად შეგიძლია გააკეთო ან უბრალოდ ერთხელ გააკეთო და დატო. სულ ეს იყო მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კონტენტი გველის წინ.